ნამასტე, მოგესალმებით ყველას, ჯაიკურთებ. რა მაქვს დღეს სასაუბრო გეტყვით ახლა. დღეს არის 5 სექტემბერი 2025 წლის. და დილის მედიტაციის შემდეგ, ალბათ ადრეც მაქვს ნათქვამი, ვარჯიშების, მანტრის გამეორების შემდეგ მოდის ისეთი სააზროვნო არხში ისეთი ლოგოსური წინადადებები და დიალოგები მოდის ზესულთან, რომელიც ძალიან ცოდვაა ხოლმე რომ არ გადმოვცე. და ეს ჩემში დარჩეს ეს რაღაცნაირად აი ძუნწივით მაქცევს და ამიტომ არ მინდა რომ ეხლა მე ძუნწივი იყო და მინდა რომ გაგიზიაროთ. ბევრი ადამიანი რომელიც მედიტაციას აკეთებს და საერთოდ აინტერესებს რაიმე მარადისობის თემასთან დაკავშირებით, მარად არსებობის თემასთან დაკავშირებით და ნამდვილად არ აწყობს ბევრს რომ ადგეს ახლა და სიკვდილის შემდეგ გაქრეს ხო და რაღაცა პიროვნულობა დაკარგოს და მით უმეტეს თუ კი ადამიანს ოდნავ მაინც აქვს უნივერსალური პიროვნული უნივერსალურობის ეს გემოდაგემოვნებული ან საკუთარ თავში ნაგრძნობი ან უნიკალურ პიროვნებებთან ურთიერთობაში ნაგრძნობი რომ ეს თვისება მარადისობაში გადაგიყვანს და ეს მარად მზარდი თვისება არის. აი ამ ფონზე მით უმეტეს ადამიანებს მაძიებლობს აინტერესებს ამ უნივერსალური პიროვნული არსის მატერიაში გამოვლენების პრინციპი. 1000 გვარად აინტერესებს, 1000 მხრივ აინტერესებს. მარტო ერთი მიმართულებით არ არის ეს ინტერესი. და ამის შემდეგ ყველა მეტნაკლებად ადრე თუ გვიან ეხება ვედების ლოგოსურ სივრცეს და ველს, სადაც ახსნილია განმარტებულია ყველანაირად. გინდაც მათემატიკურად, გინდაც ასტროლოგიურად, გინდაც მეტაფიზიკურად, გინდაც ეზოთერულად, თეოსოფიის მხრივაც არსებობს ვედური თეოსოფია, ხო? თუ როგორ ახერხებს ის უმაღლესი პიროვნული არსი ამ გამკურვებულ სულიერ, ანუ მატერიას ეძახიან გამკურვებულ ენერგიას, სულიერ ენერგიას, რომელიც რაღაც ნაწილში, რაღაც მომენტში მკვრივდება და ეს რაღაც მომენტი, დროის ასპექტი და ეს ყველაფერი, ეს დროც ვლინდება და რა პრინციპით, როგორ ახერხებს არა, იმიტომ რომ თვითონ ყველა თქვი ჩვენგანი თანხმდებით და ვგრძნობთ ინტუიციურად, რომ რაღაცა თუ არის უნივერსალური, ის ყველაფერს ახერხებს. ის არის ყოვლის შემძლე. ყოვლის მეუფია, ყველაფერზე მეუფებს, ყველაფერს მოიცავს. და ყველა პიროვნული თუ რამე სიდიადები არსებობს, ყველაფერი გააჩნია. და ყველაფერს გამოვლენების საშუალება და შანსი და უნარი აქვს. და ამის გამოთ ყველა ვთანხმდებით რამაზე, მაგრამ მაინც გვაინტერესებს. ჩვენ როგორ უნდა დავინახოთ ეს, ხო? ეს არის ხელოვნება, ამასაც ვგრძნობთ. თქვენგანი, ბევრი თქვენგანი, რომელიც მანტრას ეხებით და ბოლომდე არ იცით, შეიძლება საერთოდ არ იცით ეს მანტრების შინაარსი, ენერგეტიკა, პირველ წყარო, გამოვლენების მიზეზი, თავდაპირველი, რა ნაყოფი მოაქვს ამ ყველაფერს, არ იცით, ისე მოგწონთ, ხო ესე არის, ხო, მართალი ვარ. ხო, სწორად ვამბობ, რომ YouTube გინდათ, სადაც გინდათ, სადმე რამე მანტრას მოისმენთ და თუ მოგეწონათ და რატომ მოგეწონათ, ამასაც ბოლომდე ეზარება ჯგუას ეს გაშიფროს და მიყვებით ინტუიციურად, ეს ნდობის ფაქტორი, წარმოიდგინეთ, ეს ნდობის ფაქტორი. ხო, და მე ვგულისხმობ ვედურ მანტრებს არის რაღაცა მაგიური, შამანური ბგერები და რაღაც წარმონათქმები, რომელსაც მე არ ვეხები, ეს ჩემი სფერო არ არის. ხო და თქვენ გაინტერესებთ ყველა ჩვენ თქვენგანს ვინც ფიქრობთ რომ მარადისობის ღირსი ხართ და ნამდვილად არ გაწყობთ გაქრობა პიროვნულად უნივერსალურობის პრინციპი გაინტერესებთ ხო ესეა აქედან გამომდინარე ადამიანში ეძებთ და აი ეს აბსოლუტური უნივერსალურობის პრინციპი ნელა-ნელა ხვდებით რომ ამ უნარს ამ პრინციპს ამ თვითონ პიროვნებას აბსოლუტურ უნივერსალურ პიროვნებას აქვს უნარი რომ ადამიანის ხელთ მოვიდეს ეს რაღაცნაირი ჯანსაღი თვითშთაგონება არის ლოგიკური თვითშთაგონება კრიშნაოს ბჰაგავად-გიტაში რომ კრიშნაოს ბჰაგავად-გიტაში რომ მე ვარ აბსოლუტური
მე ვარ ღვთაებრივი ტრანსცენდენტული დასკვნა, ანუ ლოგიკური აზროვნება, ლოგიკური დასკვნები. ხო ამბობს მე ვარ ეს, მე ვარ წყლის გემო და შემდეგ. და აი ამბობს აი ლოგიკასთან დაკავშირებით ლოგოსური აზროვნების სფეროს რომ მივახლავ და სათქმელს ღვთაებრივი ტრანსცენდენტული ლოგიკური დასკვნა ვარო რა, ამას იძახის. აქედან გამომდინარე ადამიანში ჩადებულია თავიდანვე ინსტრუქციის მხრივ რომ ღვთაებრივი ტრანსცენდენტული ლოგიკური აზროვნების უნარი აქვს რომელიც არამატერიალურია და არამატერიალურ სფეროს აღწერის უნარს მოიცავს. ანუ ეს რაც ნიშნავს არამატერიალური წარმოავლი რომელიც რაღაცა დუალურ კანონებზე არის კანონებით არის განპირობებული შავი თეთრით ტკბილი მწარე და ეს სიკვდილი დაბადება სიკვდილა შემდეგ სქესის ამბავით მიწიერის სქესის ამბავით ეს ყველაფერი მიღმა არსებული რეალობის ახსნის უნარი გააჩნია ადამიანში რაღაცა სფერო არის მატერიალური სხეულში არსებობს რაღაც კუნჭული კონცენტრატი რაღაც ენერგიის რომელსაც აქვს უნარი აგვამეტყველოს ღვთაებრივი ტრანსცენდენტული ენით და გვათქმევინოს და გვასაუბრობს ისეთ საკითხზე, ისეთ შინაარსით და ისეთი კონცეფციით, რომელიც სრულიად არამატერიალურ თემას შეეხება. აი მოდით ლოგიკას მივყვეთ, ხო? ბევრი უარყოფს ამას, რომ ადამიანს ის არ შეუძლია აღწეროს. კი, ბოლომდე არ შეუძლია რაოდენობრივზე თუ წავა საქმე, რამდენად და მაქსიმალურად არ შეუძლია, იმიტომ რომ ადამიანი არის ღმერთის ადამიანის სხეულში მყოფი ჩვენ ატმანები ვართ ღმერთის უმცირესი ნაწილაკები. ანუ უმცირეს არ შეუძლია უდიდესზე ამომწურავად საუბარი, მაგრამ შეუძლია საუბარი, შეუძლია აზროვნება, შეუძლია აღქმა. ამიტომ ჩვენ გვსვამთ კითხვას, თქვენ ყველამ თქვენგანი მაძიებელი მეც ამ კითხვებში გავიარე, ხო, ჩემი თვითრეალიზაციის გზა. ამიტომ თქვენ სვამთ შეკითხვას, რამდენად შეუძლია აი ამ უნივერსალურს. ყველაფერში რო უნივერსალურია, პიროვნულ არს. და საბოლოოდ სიყვარულში ყველაზე ძლიერი არის სიყვარული, ნებისმიერ ენერგიაზე, ნებისმიერ შინაარს ფორმაზე, ნებისმიერ განწყობაზე, ხო? აი ჩვეულებრივ აიღეს სიკეთე, რაღაც მდგომარეობა, კეთილის მდგომარეობა, ან მზრუნველის და ნებისმიერზე მაღლა დგას სიყვარული და სიყვარულის გამოვლინების კიდევ ყველაზე მაღალი დონის გამოვლინებად ითვლება ის სიყვარულის მდგომარეობა, როდესაც ხდება ორი პოლუსის შერწყმა. და ეს ორი პოლუსის გაცნობიერებაც მაშინ მოდის სანამდე შერწყმა მოხდება, რომ ეს სხვა ორი პოლუსია და არა მიწიერი მატერიალური დუალობით განპირობებული ეს სატრფიალო სიყვარულად მოიაზრება იოგაშიც და სხვადასხვა რელიგიებშიც უნივერსალური იოგას ცოდნის ნამცეცებია ყველა რელიგიაში გაბნეული. და ადამიანებიც საერთოდ ნებისმიერი ორი სქესის არსებობა დედამიწაზე და აი ამ ორი პოლუსის შერწყმის ინსტინქტები და ინტუიციები მოდის მარადიული აწმყოდან ხესია. ახლა რას ვამბობ, როგორ შეუძლია ღმერთს მატერიაში გამოვლინება? ძალიან ბევრს მთელი საუკუნეების ათასწლეულების მანძილზე სანამ კაცობრიობა 1000 ცივილიზაციამ გავიარეთ, ხო? ყველა ცივილიზაციაში პრობლემა ჰქონდათ მიწიერი კონცეფციებით მოაზროვნე ადამიანებს ხორცერთმული ღმერთის მოვლენებასთან დაკავშირებით. რელიგიები იქმნებოდა რაღაცა კონკრეტული თუ დაიჯერებდა ვიღაცა რაღაცას, რომ ღმერთი ინკარნირდა, ღმერთი მოევლინა, ესე ამის შედეგად იქმნებოდა რელიგიები. და ეს რელიგიები მე ისევ თრგუნავდა ადამიანებში იმ უნარს, ღმერთის ცოცხლად აღქმის და დანახვის უნარს. და ისევ სადღაც აბსტრაქტულში გადაყავდა, ისევ რაღაც დისტანციაზე გადაყავდა ღმერთი და ეს ტალღებივით არის მიედინება. ანუ ამ უნარს იღებს კაცობრიობა, მერე კარგავს. აი ქრისტიანობა მიიღო თავიდან დაფუძნდა ზუსტად იმ უნარზე, რითაც ღმერთი ქრისტე იესო ხორცილად შობილი იგრძნეს მისმა მიმდევრებმა და შეიყვარეს. მაგრამ ეს უნარი დაჩლუნგდა და ისევ რაღაცა გვერდზე გაწიეს პიროვნული ღმერთის მოსული ღმერთის შეგრძნების და აღქმის და დანახვის უნარი. სადღაც სხვაგან არის ღმერთი.
ან გულში არიან ფიზიკურ ადამიანის სახით რომ მოვიდეს და ეს აღიქვას ადამიანმა ეს უნარები ჩლუნგდება რელიგიებით და თქვენ წარმოიდგინეთ გაუცდებით და იოგათიც კი იოგას უამრავი მიმდინარეობა არსებობს რომელიც ვითომ წმინდა წერილებზე ვედების წმინდა წერილებზე დაფუძნებულ წესების კანონების მიხედვით განსაზღვრავს რაღაცა რაოდენობას ღმერთის ინკარნაციების, ხო? როგორი უნდა იყოს ღმერთი და ასე წინასწარ არა. კი ბატონო, ეს წესები და კანონები აუცილებელია, რომ ქაოსში არ ჩაეფლოს კაცობრიობა, მაგრამ ახლა ერთ რაღაცას ვიტყვი. თუ ადამიანი იაზრებს მატერიაში გამოვლენილი სულიერი აწმყოს რაღაც ესეთ ინტუიციურად თუ ხდება რომ არსებობს აქვს უნარი ღმერთს გამოვლინდეს სრულად ტრანსცენდენტული სხეულით მატერიაში და შეისხოს ხორცი. მაშინ ესეთი ადამიანები, გინდაც რელიგიური, გინდაც ქრისტიანები, რომელიც ხატთაყვანისცემის აზრს ითვალისწინებენ და იაზრებენ. ასევე ვედები სავსე არის, ხო, მურტი კონკრეტული ღვთაების ფორმა კეთდება და რაღაც კონკრეტული მანტრებით ხდება უფლის მოწვევა. ანუ მარადიული ატმყო და ღვთაებრმა მარადილმა არსმა პიროვნებამ ღმერთმა ვედები რომ გამოავლინა ამასთან დააყოლა მანტრების და მთელი ტექნიკის და მთელი რიტუალების წესი და კანონი, პრინციპი, რითაც ხდება კონკრეტული მატერიალურ ფორმაში, რომელიც იქნება ღვთაების ფორმის ხატის მსგავსი, ვთქვათ ესეთი ლატონი, ოქრო, ქვა, აი ამაში კონკრეტული მანტრებით მოზიდვა ღმერთისა და გაცოცხლება ამ კონკრეტული ფორმის. ესეთივე რაღაცა ხდება ხო ქრისტიანობაში, ოღონდ სიბრტყეზე და აქ ხდება სივრცეში. ახლა ისმის კითხვა. თუ კი აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ყოვლის შემძლია, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, შეუძლია ის, რომ მისი სადიდებლად შექმნილი მანტრებით და ლოგოსით, კონკრეტული ლოგოსით, ტრანსცენდენტული და სანსკრიტული ტექსტებით ბრაჰმანს, ანუ სასულიერო პირს მიცეს უფლება პირველ რიგში და შეაძლებინოს ის, რომ ღვთაებაში შემოაყვანინოს თავი და მოგვივლინოს როგორც სრულად სულიერი სხეულის სურათ ხატი და საკურთხეველში დადგეს და მოგცეს საშუალება, რომ ჩვენ მას ვემსახუროთ და ეს აგვაქმევინოს როგორც აბსოლუტური სულიერი სხეულის მქონე ღმერთისადმი მსახურება. მაშინ რატო გამორიცხავს ბევრი, რომ მას შეუძლია არა თუ ქვაში, უსულო ქვაში რაღაც მანტრებით შემოაღწიოს და შეგვეხოს და მოგცეს წყალობა, რომ ჩვენ შევეხოთ, გავუკეთოთ გირლანდები, მივართოთ საჭმელი. არამედ რატო არის გამორიცხული ან რატომ უჭირთ ადამიანებს იმის საქმე, რომ ღმერთის აბსოლუტურ ჭეშმარიტებას შეუძლია სრულად ცოცხალი ადამიანის სხეულის სახით მოგვივლინოს, ან თუნდაც აირჩიოს ჭურჭელი და მასში გამოვლინდეს როგორც ღვთაება. ჩვენ ხომ ვინც აი ვედების ტრადიციების და მის თაყვანისცემის აზრს ვიგებთ და ან მონათვლელები ვართ, ან მონათვლის გზაზე ვდგავართ იოგაში, ხო, გურუც გვყავს და ასე შემდეგ. უამრავი რატომღაც ვერ წდება იმ ჭეშმარიტებას, რომ რატომღაც არ შემოსაზღვრული აქვთ, ანუ გასაგებია წესები და კანონები რო არ დაერღვეს და ყველა მარიძახოს რომ მე ვარ ღმერთი, ეს ამისთვის არის, მაგრამ ერთი მომენტი მაინც ხომ და დაიტოვო ადამიანმა, ხო, მაძიებელმა, რომ აი უფრო ფართოდ და რომ იგრძნობ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება მთელი თავისი სიდიადი და დიდებულებით გამოვლინდა კონკრეტულ ადამიანში და იქიდან გეკონტაქტება. არ ვიცახი, რომ ყველა ადამიანში ღმერთია და ის შეიგრძნო, ეს ადვილი შესაგრძნობია, იმასთან შედარებით ახლა მე რასაც ვიცახი. ანუ ის არ არის რა ის რომ აი მე ყველა ადამიანში ღმერთს ვხედავ და არ მჭირდება რომ ღმერთი ადამიანის სახით პირდაპირ არა ეს ღმერთის შეგრძნება აი ძალიან ბევრს უჭერს ამის მიღება გააზრება. არა და ეს არის სწორედ ეს ვერავინ ვერ გავა მატერიალური სამყაროდან თუ ამის უნარს არ გამოიმუშავებს. თუ არ დაუშვებს რომ ფიზიკურ სხეულში ფიზიკური სხეულის მქონე ადამიანის ფორმით შეუძლია ღმერთს მოსვლა და მოცემა წყალობისა, რომ მას ემსახურო აი ამ სხეულში მყოფს.
რაღაცა რაოდენობა გვაქვს ჩვენ გამოწერილი, რომ აი იქ მოვიდა, იმ დროს მოვიდა და აი იმ დროს მოსული ღმერთის ინკარნაციის თაყვანისცემით შემოვისაზღვრებით. გავიგეთ, რომ კრიშნა მოვიდა 5000 წლის წინ. მე ბუდას სახით მოვიდა კი არა და ვაფშე ვედები უარყო ბუდას სახით მოსულმა. მე შივა მოვიდა შანკარაჩარიას სახით. ჩაიტანიას სახით მოვიდა რათხა კრიშნა ერთად. მაგრამ ჩაიტანიას სახით მოსულმა რათხა კრიშნამ ანუ ჩაიტანიას სახით მოსულმა აბსოლუტურმა ჭეშმარიტება. უფალი ჩაიტანიას გულისხმობ გაურანგას ოქროსფერ ავატარეს. ესე იგი რა გააკეთა იცით? მხოლოდ რათარანის განწყობა გამოავლინა, ანუ კრიშნაზე შეყვარებულის და არა კრიშნობა, ხო ეს ხო ვიცით დაახლოებით, ვინც ვაიშნავიზმით ვართ დაკავებული. მან გამოავლინა განწყობა, ამისით მოვიდა შრიმატი რათარანის განწყობა და გაავრცელა ეს ენერგეტიკა და ვიბრაცია მთელ სამყაროში, როგორ შევიყვაროთ კრიშნა და როგორი არის კრიშნაში შეყვარებული პიროვნება. მან ეს როლი მიიღო, განდეგილი, აბსოლუტურად აღკვეცილი. კი არა და ის რო გაეკეთა და ავტორიტეტის მომენტი ჰქონოდა, გაუდია ვაიშნავში სანიასის ბერობის აბერად აღკვეცის ის ხარ იყო ოფიციალური და წავიდა და მაიავადებთან, ანუ ღმერთის პიროვნების მარადისობის უარყოფელ რაღაც მიმდინარეობაში შივაიტებთან მიიღო სანიასის, ანუ დანდაც და ეს აღკვეცის ეს შაფრანის ფერის ჩაიცვა. რომ გარეგნულად ეს დაარღვია მთელი წესი და კანონი მან და მას საერთოდ აბსოლუტური ჭეშმარიტება ყოველთვის თავის აღთქმულს არღვევს, ანუ არის ახალი აღთქმა, ხო, აი მაგალითად ქრისტიანობაში არის ძველი აღთქმა. მას აქვს უნარი, რომ აბსოლუტურად გადაწეროს, შეცვალოს და მოდის და ინკარნირდება ყველაფერი, ხო? რევოლუციონერია თავისი შინაგანი ბუნებით, უმეტესად ესეთი ლილები აქვს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას კრიშნას, რა. ხო და გაურანგას სახით რაები გააკეთა, ნუ რამდენიმე სამპრადაიას კონცეფცია გააერთიანა, რომ ახალი მიმართულება, მაგრამ ახალი სამპრადაია არ დაერქვა მის ხაზს, მაინც ბრაჰმა სამპრადაია დაერქვა და საერთოდ ბრაჰმა სამპრადაიაზე კიდე ცალკე ჩავწერ საუბარს. ანუ რატო სადამდე მივდივარ ახლა? მე ეს ღმერთის პიროვნულად გამოვლინების და ხორციელი ფორმით მოსვლის პრინციპს ვუტრიალებ, რაც აუცილებლად ადრე თუ გვიან ყველა თქვენგანმა უნდა გაიაზროს და გააცნობიეროს და მიიღოს. ეს მიმღებლობა უნდა განგივითარდეს, თორე არანაირ ყოველთვის ეს თუ არ განვითარდა და სადღაც აბსტრაქტულად, სადღაც წარმოსახვაში, სადღაც განწყობებში, სადღაც დისტანციურად ღმერთს ეს საუბარი, ფიქრი, მასე მედიტაცია შუა გზაზე ყოფნა არის. აი შუა გზაზე ადგილის ტკეპნა არის. მიდიხარ კუსნაბიჯებით და არ მიდიხარ საყოველოდ რა წინ და გამორიცხული როცა გაქვს რომ შეიძლება დედამიწაზე დაიარებოდეს ინკარნირებული ავატარა, აი სადამდე მივედი, ანუ ეს როცა გამორიცხული გაქვს და შიში და კომპლექსი გაქვს და სიფრთხილე განაპირობებს შენ სულიერ რეალიზაციას, რომ არავინ მოგახვიოს თავისი ღმერთობა თავზე და არავინ წაგართვას კრიშნა, ეს შიში რო განაპირობებს შენ სულიერ პრაქტიკას. და კარგად რო ვერ კითხულობ წმინდა წერილებს, აი იქ რო წერია, რომ ათასობით და უთვალავი ავატარები მაქვს, ამბობს კრიშნა. შრიმად ბაგავატამში და საერთოდ წმინდა წერილებში ძახის, რომ უამრავი უთვლელია ჩემგან გამოვლინებული ავატარებიო, ხო? ცოდნა გაქვს, იკითხულობ, იცი რომ არსებობს პირდაპირ ავატარები, არსებობს ნახევარ ავატარები, არსებობს გუნა ავატარები, არსებობს უამრავი სახის ავატარები, არსებობს პრემა ავატარებიც, ხო ესეა. ხო და შენ თუ არ გამოიმუშავე მაძიებელო, აი ზოგადად ვეძახი შენს, იმიტომ ვეძახე მაძიებლებს გეუბნებით, თუნდაც იოგას პრაქტიკოსებს უკვე და თუნდაც ჰარე კრიშნა მანტრის პრაქტიკოსებს და თუნდაც ისეთებს, რომელთაც უკვე გურუები გყავთ. თუ კი არ გამოგიმუშავდათ უნარი, სწრაფვა, ტოლვა, წყურვილი, ძლიერი წყურვილი და სწრაფვა და უნარი
ხორცლად მოვლენენ კრიშნასთან ურთიერთობის უნარი ვერაფერს ვერასოდეს ვერ გაიგებთ ტრანსცენდენტულ რეალობაში როგორ დაინახოთ აღიქვათ კრიშნა იმიტომ რომ ეს იქნება თქვენი სულიერი ხიბლის წარმოსახვა მხოლოდ თუ ამას დაიჯერებთ ეს შეგიძლიათ ან მანტრით მიღებულ მედიტაციის დროს რაღაცა ტერფებზე მედიტირებთ ან აყევით მუხლებს აყევით ბოლომდე და ხედავთ თითქოს კრიშნას ვერ მოვა ასე თქვენი წარმოსახვა იქნება დიდი პროცენტი მეტი ვიდრე ნახდი რაღაცა ეს და ამიტომ ეს უნარი თუ არ გამოგიმუშავდათ და თუ ვერ იპოვეთ ისეთი გურუ რომელიც ამ უნარის გამო გამუშავებინებს და ამ დონეზე აგიყვანს თუ ვერ იპოვეთ ისეთი გურუ რომლის სახითაც კრიშნა მოევლინა და თუ ვერ იაზრებთ არ გსურთ იმის ბოლომდე მიღება რომ გურუ და კრიშნა ერთმანეთისგან არ განსხვავდება არადა წმინდა წერილებში შულეს ეს წერია და ღვთაების დონეზე თუ არ ყავთ გურუ აყვანილი და ეს გურუ თუ არ ვიბრინებს ამ ვიბრაციას სხვათა შორის გურუს ვერ აიყვან ღვთაებრივ სტატუსამდე თუ ეს თვითონ არ ვიბრირებს ამას თვითონ თუ არის დაკომპლექსებული ეშინია ამის შეგრძნების რომ მაშინ კრიშნა შემოდის ახლა იცით რა თემაზე ვყვები იცით რა ურთულეს მაგრამ რა აუცილებელ და საკრალ საკითხზე გიყვებით იმიტომ რომ ბევრი კარგავს სიყვარულის იოგაში ფაქტი იოგაში გემოს აი ამის გამოთ რომ ამ უნარს აჩლუნგებენ და სადღაც ბოჭავენ და ჩატენილი ყავთ ეს უნარი შიშის და კომპლექსების გამოთ რომ არ აქვთ რწმენა რომ მატერიალურ გარეგნულად ხორციელს ხოვს აი ის ჯერათ რომ ქვაში და რაღაც ლატონის რაღაც რკინის რაღაცა ნივთიერებაში თუნდაც ხატში შემოდის ღმერთი და მასთან შეხება ნიშნავს ღმერთთან შეხებას თითქმის და არ ჯერათ იმის რომ ასეთ ურთულეს მექანიზმის მქონე ფიზიკურ სხეულში ადამიანის სხეულში შემოაღწევს ისე რომ სრულად გამოავლინოს თავის დიდებულება ეს არის ურწმუნოების ძალიან ძნელად გადასალახავი ერთ-ერთი ეტაპი რომელსაც უმეტესობა ვერ ლახავს ყოველ ცხოვრებაში ყოველ ჯერზე აი ასე დგებნიან და ვერა ხო აი ზუსტად ესეთი სულები არიან მე როცა მართლა რო ევლინება კრიშნა არჯერად და რწმენის გარეშე ანუ ეჭვის თუ უყურებენ და აი გაურანგაც რომ მეევლინა ხო ოქროსფერი ავატარა მე-15 საუკუნეში უმეტესად აი სანამდე ხო ბევრი კი გაყვა და ბევრი მიიზიდა მაგრამ ბევრია მხოლოდ მაგიურ ძალის მქონე პიროვნებად აღიქვამდა და არა ღმერთად და ძალიან ძნელია კი გეთახმებით რომ აი გაურანგაზე არაფერი არსად არ ეწერა რამდენიმე პატარა სტროფი არის სადღაც შრიმად ბაგავატამში და სადღაც გააკვირით რომ მოევლინება და ჰარინამას ჰარე კრიშნას და უფლისწმინდა სახელის უფალი ჰარის სახელის საერთო საყოველთაო გალობას იქადაგებს და მოუწოდებს ხალხს. ისიც კი არ წერია რომ წმინდა წერილებში მანამდე რომ ჰარე კრიშნა მაჰამანტრას იგალობებს და ჰარე კრიშნა მაჰამანტრაზეც კი არ წერია. ერთგან წერია კალისანტარო პარაშატში უბრალოდ შემდეგ ეს მედიტაციით გამოიტანეს გოსვამებმა. ამიტომ წმინდა წერილებს და ამ ლოგოს რომელიც ოფიციალურად ვლინდება დედამიწაზე არა აქვს რაღაც ისეთი ტაბუ რომ მე შემდეგ სხვანაირად ამისი აღქმა და განმარტების უფლება არ გქონდეს. ამიტომ თვითონ გაურანგა იმდენი რამე შეცვალა და ავტორის სულიერი ღვთაებრივი მაწყოდან მოვლენილი ავტორიტეტებს აქვთ უფლება და უნარი რომ ეს შეცვალონ ისეთი ცვლილება გააკეთონ რომ ჩვენ უფრო მარტივად გავიგოთ და გაგვიმარტივდეს ღვთაებრივ სულიერ სხეულებთან მიახლოების ანუ თუნდაც გურუსთან მიახლოების ღვთაებრივ ტრანსცენდენტული სხეულის მქონე გურუსთან მიახლოების და მასთან მის მიმართ მსახურების უნარი და პროცესი გაგვიმარტივდეს ღმერთის აღქმის, ღმერთთან შეხების, ღმერთის შეყვარების პროცესი. რა გააკეთა გაურანგამ მე-15 საუკუნის ავატარამ. მან გაგვიმარტივა ყველა ცოცხალ არსებას მოასმენინა არა თუ ადამიანის სხეულში, არამედ ყველა ცოცხალ არსება ისმენს დღეს ჰარე კრიშნას, ხო? და არა მარტო ჰარე კრიშნას, კრიშნას წმინდა სახე, კრიშნას პიროვნების ადიდებლებს, რაც არანის ადიდებლებს. ხო და მაგას ვეძახი რომ თუ ადამიანმა ეს არ განვითარა და
და მეტით თუ არ დაუშვა, რომ ღმერთს შეუძლია გურუს ფორმით მოვიდეს და გურუსთან გურუს ფორმით მოვიდეს და გაგრძნობინოს, რომ ის ინკარნირდა გურუს სახით, მოკლედ ეს უნდა როგორმე უნდა გააზრდეს, ეს უნდა გაცნობიერდეს. თუ გინდათ რომ გემო ჩაატანოთ სულიერ ცხოვრებას, იოგურ ცხოვრებას, მანტრების გამეორება, ჩაკრებში მთლიანად სულიერი სხეული გაგიხდეს, თუ არა და ძალიან გაგინატებთ ეს მაინც ამ ცხოვრებაში, თუ აბსოლუტურ სულიერ სხეულს, ანუ საჩიტანანდას თუ ვერ მიიღებთ, ოდნავ მაინც განატიფდეთ. ეს უნდა დაუშვათ, რომ ამის უნარი აქვს ღმერთს. რა თქმა უნდა, მტკიცებულებად უნდა არსებობდეს წმინდა წერილები, რომ ქაოსი არ მოხდეს, მაგრამ ამ წმინდა წერილების განმარტების სხვა ალტერნატივაც არის. ღვთაებრივი გამონაკლისები უნდა დაუშვათ, რომ რა წმინდა წერილში წერია, ხშირად ამის უკან სიმბოლურად ბევრი რაღაცები იგულისხმება და ამის აღქმის უნარიც უნდა გქონდეს. და ალბათ ახლა უკვე ვინც მიცნობთ, ფიქრობთ, რომ საით მიმყავს საუბარი, რომელ კონკრეტულ პიროვნულ გამოვლინებასთან მიმყავს საუბარი, რომელ გურუსკენ მიმყავს საუბარი. რა თქმა უნდა, მიმყავს საუბარი პრემა ავატარა შრი სვამი ვიშვანანდას პიროვნებასთან. და მთელ აი ამ მოვლენასთან, რითაც საბოლოოდ მას დაარქვეს ოფიციალურად მიანიჭეს წოდება პრემა ავატარა. ანუ პრემა არის კრიშნასადმი სიყვარულის სიტყვა, ასე ეწოდება, უმაღლესი გამოვლინება და ავატარა არის ავატარა კი იცით, რომელიც მარადული აწყოდან მოევლინება ღმერთის პიროვნული ბუნების გამოვლინება დედამიწაზე. და პრემა ავატარა ნიშნავს აი ამ სიყვარულის არა მხოლოდ აი მე რას მინდა ახლა ხაზი ყველაზე საიდუმლო რაღაცას გეუბნებით, რადგანაც მე ხომ ახლა არ ვიძახოთ თქო ხო იცით ვიშვანანდაზე, სვამი ვიშვანანდაზე ეს წლებია ძალიან ბევრი დიდი ხანია 2012 წლიდან ვუსმენ სულ მის კირტანებს და მის ჩანაწერებს, რაც კი რამე არის რუსულად ან ინგლისურად რო იყო სუბტიტრებით ვთარგმნიდი. შემდეგ 2017 წლიდან დავიწყე ინიუთიდან რომ ჩამოვედი და იქ ბოლომდე ვერ დავკონცენტრირდი რომელიმე გურუზე და ამიტომ ისე მასზე ვიყავი ორიენტირებული. მე 2020 წლიდან აი კოვიდის პერიოდში ძალიან მაგრად დამეხმარა და ის რომ არა მისი კირტანები მე არ ვიცი კოვიდის პერიოდს როგორ გადავიტანდი, აბსოლუტურად მოხსნა ყველანაირი დაძაბულობა და სტრესები მის მასზე მედიტაციამ და რა მინდა ვთქვა, პრემა ავატარა, აი ხომ არის გაუდია ვაიშნავიზმში, რომ არის მხოლოდ სიყვარული, პრაქტიკა, რომელითაც ადამიანს უყვარს, ანუ ატმანს უყვარს პარამატმა და ატმანს უყვარს კრიშნა. და აი სახელები ჰქვიან ამ სიყვარულს, საფეხურები და ეტაპები აქვს. ესეთი მე სადღაც მიდის ბხავა, მე პრემა მაჰაბჰავას მარტო შრიმატი რათიკა განიცდის. მაგრამ მე რა დავინახე სვამი ვიშვანანდასთან, ჩემთვის უკვე გურუჯი არის ეს მადლობა შრლა ნარენგოსო მაჰარაჯ, შემდეგშა გურუს, რომელმაც ექსა გამატარა და საბოლოოდ უკვე მიმგვარა გურუჯის ტერფებთან, რომ მითხრა, რომ აი მე არ ვარ მატერიალურ სამყაროში და ახლა მოგხედავს სვამი ვიშვანანდა, ეს მე ვგრძნობა, მოსგრძნობ ინტუიციურად. ხო და რა მინდა გითხრათ, რა არის განსაკუთრებული სვამი ვიშვანანდაში? ძალიან გაინტერესებს თქო, ვინც კრიშნაიტები ხართ, თუნდაც ისკონი, თუნდაც გაუდია ვაიშნავიზმი და მით უმეტეს ეს ასეთი ლოგიკით შეიძლება არც კი გაქვთ მოსმენილი თვითონ გურუჯის მოწაფეებს. გეტყვით. არსებობს პრაქტიკა და იოგა, ფაქტი იოგაში, რითაც ჩვენ ვიგებთ როგორ შევიყვაროთ კრიშნა. მაგრამ არსებობს ესეთი გამოვლინება გურუების, როგორც არის ვიშვანანდა, სვამი ვიშვანანდა, გურუჯი, რომელიც არა მხოლოდ ამას გვასწავლის, არამედ გვაგრძნობინებს კრიშნას როგორ ვუყვარვართ. ანუ კრიშნა მოდის ჩვენთან როგორც გაპიროვნებული სიყვარული, გესმით? მე ამას დიდი ხანია ვგრძნობდი, მაგრამ ბოლომდე ახლა ვაყალიბებ, აი რაც ვნახე,
დარშანზე რაც ვიყავი 26 ივლისი იყო, ახლა ჩავედი ფრანკფურტში. და მისი აშრამია იქ, ხო? ლამაზი აშრამია, ძალიან ლამაზ ადგილზა, ბუნებაში. რომ შევხედე და მზერითი კონტაქტი იყო, ესეთი დარშანი აქვს მას ყოველთვის და რო შევხედე, აი საბოლოოდ დავინახე, აბსოლუტურად ვიგრძენი, რომ გურუჯიში, მის თვალებში, მის არსებაში იყო კონცენტრირებული ღმერთის ყველა თვისება. და განსაკუთრებით ის სიყვარული, რომლითაც ღმერთს ვუყვარვართ. მე არც ერთ ცხოვრებისეულ მომენტში, არც ერთ მედიტაციის პროცესში მე ეს არც ღვთაებიდან, არც კირტანიდან, არსად არ მიგრძნია, რომ ღმერთს ვუყვარვართ. ყოველთვის იყო ჩემი ინიციატივა, რომ მე მეგრძნო, როგორ მიყვარს ღმერთი. ანუ მე მისურდა ეს შეგრძნება რეალიზაციაში გამეკეთა და ეს ამიტომ იყო ჩემი ასკეზები, ჩემი რა ვიცი, შიმშილები, მარხვები, ქადაგებების თელის პროცესი მიწყვნილი მქონდა იმისათვის, რომ ვლოცულობდი, რომ ღმერთისადმი ძლიერი სიყვარული გამევიდარა. მაგრამ არასოდეს არც კი მომითხოვია და არც კი შევხვეწები ვარ კრიშნას, რომ არიქა ახლა აუ გეხოწები შენი თანამყოფობა მაგრძნობინიან. კი რაღაცა სურვილი მქონდა, მაგრამ მე კრიშნასთვის ეს არ დამიძალები, არ მომითხოვია. ანუ ეს ენერგია, ეს აზრის, ეს ფიქრი ჩემში არ ყოფილა, იმიტომ რომ ისედაც გრძნობდი იცით რაღაც დონეზე და არც არაფერი მithოვია მატერიალური დაიჯერებთ, აი გეფიცებთ არასოდეს კრიშნასთვის. ძალიან ისე ვიყავი რაღაცა მატერიას ვერ უბედავდი მატერიალურის მოთხოვნას კრიშნასთვის და რაიმეს აი შენ ნარასიმხადევას სახით კი შველას ვთხოვდი ყოველთვის, იმიტომ რომ თვითონ მანტრაშია კავაჩაშია ნარასიმხა კავაჩაში, რომ დაიფარე ჩემი გონება, დაიფარე ჩემი ეტყველება, დაიფარე ჩემი თვალები, ეს შინაარსი დევს, მაგრამ თვითონ კრიშნას პიროვნება, ფლეიტიანი კრიშნა, რომელიც არის ჩვენი კრიშნაიტების და ვაიშნავების თაყვანისცემის მთავარი ობიექტი და მე ამით ვყვარობთ მის ყველა გამოვლენებას და მის ყველა ექსპანსიას, თუ რამე გამოვლენია, თუ რამე მისგან ავატარა და ინკარნაციები გამოდის, აი ამიტომ ვყვარობთ ამ ყველაფერს, როცა რადგანაც ჩვენ გვიყვარდება კრიშნა, ხო? ხო და რას ვამბობდა? აი როცა გურუჯის შევხვდი და შევხედე აბსოლუტურად სხვა სხეული აღარ არსებობდა როგორც ფიზიკური სხეული ჩემ. მე ვეღარ ვგრძნობდი ფიზიკურ სხეულს. მე მქონდა რაღაცა უზომოდ ნეტარი სხეული, მარადისობის რაღაცით მოქსოვილი თითქოს, რომელმაც ყველაფერი იცოდა, იმ წუთას ეს შეგრძნება დამეუფლა. და ვიგრძენი, რომ მანაც ყველაფერი იცოდა. და ასე მეგონა ჩემს მარადიულ ღვთაებრივ ბუნებას, ხო ატმანები მარადულ ჩავხედე, ანუ თვალებში. ანუ თითქოს ის ვიყავი, ვისაც ის ვიგრძენი მისგან, ჩემი თავი ვიგრძენი, ჭეშმარიტი ჩემი მე. და მე ეს რა თქმა უნდა ეს რაღაც ერთიანობის მომენტი ერთბაშად გამოიკვეთა პიროვნულობის ჩემი სხვა დონეზე და დავინახე, რომ ვიშვენანდას სახით გაპიროვნებული ღმერთს როგორც შეუძლია რომ უყვარდეს საკუთარი ნაწილები და ატმანები და საკუთარი ასე ვთქვათ პრინციპში საკუთარი თავი. ანუ ღმერთი ხო ერთია, ღმა ერთი. ხო და ჩვენ ხომ მისები ვართ, ღმერთის საკუთრები ვართ, ღმერთის ნაწილები ვართ და სწორედ ეს ვიგრძენი, რომ აი როგორ შეუძლია თურმე ღმერთს უყვარდეს საკუთარი თავი საკუთარ გამოვლენებებში. და ეს სიყვარული როგორ რეალურია და როგორ თურმე შეუძლია ხორცს შესხმა და ამ წარმავარ მატერიაში გამოვლინება. ეს იყო ისეთი უზარმაზარი მოხდე, რომელსაც ვერ აღწერ, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, ალბათ სანამდე ძალიან მაღალ დონის რეალიზაციას არ მივაღწევ. ხო და მაგას ვიძახი სწორედ, რომ ღმერთზე შეყვარებულის ენერგია ხო ძალიან მაგარია. აი რომ
ღმერთი რო უყვართ მე და მინახია. აი შრილა პრაბჰუპადა ხო ძალიან მაგარი იყო, რომელიც კირტანის დროს ექსტაზში იყო, როგორც კრიშნა უყვარდა, მაგრამ თურმე რა მაგარია, როცა გრძნობ, რომ გურუს თვალებით კრიშნა გიყურებს და უყვარ ხარ გურუს თვალებიდან. და როცა ამ სიყვარულის როცა ინკარნირდება, ხორცს შესხმულია ეს სიყვარული და შენს წინ რო დგას და გაგშანსი, რომ მის წინაშე დაიჩოქო, თაყვანისცე და დარშანსე მიხვიდე. ეს ორი რაღაცა ერთად თუ არ არის, ერთი არ არის საკმარისი ხალხო. ეს მე ვიცოდი ინტუიციურად, იმიტომ მიზიდავდა ვიშვანანდას პიროვნება როგორც გურუ, მაგრამ ეს თუ ასეთი ძლიერი მომენტი იყო და ყოვლის მომცველი და რაღაც მარადისობაში გადამქაჩველი და რაღაც აბსოლუტურად რო თუ წმიდავდა ადამიანს და ერთი შეხედვაც კი საკმარისი იყო, რომ აბსოლუტურად თავდაყირა დაეყენა შენი მიწიერი მიდრეკილებები და ეთბაშად გაეწმინდა შენი გული, მე ეს არ მეგონა თუ შესაძლებელი იყო, საერთოდ არ მეგონა. თუ ღმერთის განცდა ასეთი ფორმით შესაძლებელი იყო, მე საერთოდ არ მეგონა. ინტუიციურად გრძნობდი, მაგრამ მე ეს არ მჯეროდა. სანამდე გორჯი არ ვნახე. მე რა თქმა უნდა რაღაცა შინაგანი თავდაყირა რო დადგა ყველაფერი, ხელახლა გაანალიზების აუცილებლობა დადგა ყველაფრის, სტატუების, კონცეფციების, რელიგიების, იოგაში, თუ რამე წაკითხული მქონდა კრიშნაიზმში და ვაიშნავიზმში და თუ რამე გურუჯისგან მიღებული მქონდა ეს კურთხევები და აღქმები და მედიტაციის ყველაფერი ხელახლა გავაანალიზე. ყველაფერი აბსოლუტურად. და თან ყვება ამ ყველაფერს ის, რომ ამ პროცესს, ჩემი აზროვნების პროცესს სულ გამუდმებით თან დაყვება ის შეგრძნება, რაც გურუჯისთან დარშანზე მივიღე. რა ღმერთს როგორ შეუძლია რომ ვუყვარდეთ და სწორედ მაგის მერე ვიგრძენი მის მიერ გამოტანილი საიდუმლო მანტრა უკვე ყველას რო აძლევს შრივიტალაგირით არის პარაბრაჰმანი ნამახა, რატო არის? რა არის ამ მანტრაში შინარსი, რატო დევს, რას იძლევა ეს მანტრა? მერე ვიგრძენი ეს, როცა გურუჯისთან დარშანზე ვიყავი. მანამდე ვერ ვიგებდი ჰარე კრიშნა მაჰამანტრას რატო მანტრასთან ერთად ამას რატო ეს რა მანტრა თქო და გავშიფრე, წავიკითხე ისტორია, მოვისმინე ლექციები გურუჯისა მანტრასთან დაკავშირებით, შრივიტალას ფორმით გამოვლენილი კრიშნა ვინ არის. ეს საოცრება ხალხო, როგორ გელოდება კრიშნა ამას რო გრძნობ. ეს არის უკვე კავშირი ღვთისგან. ანუ იმეორე მანტრა, იმეორე ჰარე კრიშნა, ჰარი რამ, ჰარე გადისწლები და რაღაცა გინდა იგრძნო კრიშნას და მის სიყვარული. მაგრამ არსებობს გამოვლინება ესეთი გამოვლინება კრიშნას ბუნებისა სამყაროში არ ვიცი აქამდე თუ არსებობდა. ამიტომ ალბათ ხალხი რო ვერაფერს ვერ გრძნობს პრაქტიკის დროს ისე ქრისტიანობას უბრალდება, იმიტომ რომ რაღაცა არის ქრისტიანობაში უნარი შეიძლება იგრძნო ქრისტეს უყვარხარ კი და ისიც მხოლოდ იმიტომ რომ აი ჯვარზე გაეკრა, აი იწამა შენი გულისთვის და ჯვარზე გაეკრა. კი ლოცვებში არის, მოდის ეს შეგრძნება რომ კრიშნას უყვარხარ, ისა ქრისტეს უყვარხარ, ქრისტიანობაში მოდის. და ამბობენ რომ გურუჯისთან დაკავშირებით არ შინ ვიშვანანდამ ქრისტეს როგორ ვუყვარ ვართ, ქრისტეს როგორ უყვარს თავისი მიმდევრები, ესეც გამოავლინა, როდესაც ხელის გულებიდან და ტერფებიდან, ფეხის გულებიდან სისხლი წასკდა, წითელ პარასკევს ერთ წლების წინ ეს მოხდა, მოულოდნელად წასკდა ეს ხალხის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი, მან გამოავლენა ქრისტეს ის შევიდა აბსოლუტურად იმ მდგომარეობაში, რაშიც ქრისტე იყო. ანუ ეს რაც ქრისტეს დაემართა, ანუ ეს არის საოცარი სიყვარულის ხორცშესხმა დედამიწაზე ვიშვანანდა სახით. რომელიც არანაირ წესებს და კანონებს არ ემორჩილება, არანაირ კონცეფციაში და არანაირ აქამდე დაწერილ ტრადიციაში და
რაღაც იოგურ რიტუალებში აღარ ჩდება. ის არის სრულად სიყვარულის ხორცშესხმა დედამიწაზე. ამას მხოლოდ მაშინ იგრძნობ. აი რაღაც შეიძლება თქვან რომ აი რაღაც არ არის სრულ ყოფილად, რაღაც ესეთი გზა გაიარა, მაძიებლის მერე რა. მაძიებლის გზის გავლის ლილას ბევრი კრიშნას ავატარა და ბევრი ავატარა და ინკარნაცია გადის. და გადიოდა ეს ისტორიები უამრავია. კი არა და გაურანგა ძალიან ესეთი ამაყი და პატიმოყვარე პანდიტის ანუ სწავლის როლს თამაშობდა თავიდან სანამდე გამოვლინდა ღმერთის ბუნებას და სანამდე ღმერთზე შეყვარების ლილას ითამაშებდა. აუტანელი იყო ვაიშნავებისთვის ის ვერ იტანდნენ ვაიშნავს რომ დახვდებოდა თურმე ქუჩაში გზაში ხო შარაგზაზე ვაიშნავები ემალებოდნენ გადარბოდნენ არ სურდათ მასთან შეხვედრა იმდენად აფრთხობდა მისი კრიტიკული უნარი აზროვნების და ლოგიკის. და ძალიან ბევრი კიდევ ესეთი ისტორიები რა კრიშნაზე მერე რა ტრანსცენდენტული ღვთაებრივი ბუნება ხშირად თავლეს მაძიებლის ჩვეულებრივ ადამიანებითი ბადება და კრიშნას გააჩნია შინაგანი ენერგია რომ იოგა მაია რომელსაც ეუბნება რომ ესეთი პროგრამა აქვს თვითონ შინაგანად როცა კრიშნა შეთანხმებულია იოგამ ეუბნება რომ მე როცა მომინდება ამ ლილაში ვითამაშო შენ უნდა დამავიწყო რომ კრიშნა ვარ შენ უნდა დამავიწყო რომ ღმერთი ვარ თორემ მე ამას ვერ ვეთამაშე კრიშნა სურვილებს თავისი მაია სურვილს თავისი იოგა მაია თავისი ენერგია ამ სურვილს და უქმნის სცენარს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კრიშნას არ შეუგლენების მომენტში გახსენდეს რომ კრიშნა არის მიხდით ხო აბსოლუტური ჭეშმარიტება ძალიან ცნაურია ძალიან სასწაულია ძალიან ყოვლისმომცველია ასე რომ გურჯისთან ურთიერთობა შრი ვიშვანანდასთან ანუ პარამაჰამსასთან სატგურუსთან ერთხელ ნახვა ეს არის ძალიან დიდი წყალობა დღეს აი ამ მომენტში აი ამ პერიოდში ეხლა რაც მე მოვყევი იმედი მაქვს რომ გაიაზრებთ მას ემსახურებიან როგორც სულერის ხავლის მქონე აბსოლუტური სულერის ხავლის მქონე საჩიტანანდას ხო და ეს ასია და ის არის ცეცხლივი და მას ყველა ვერ ეკარება, ანუ მაგრამ თვითონ ის როცა ისურვებს ის ეხება ყველას თავზე აკურთხებს და მასთან შეხების მერე ხალხი მომენტალურად იწმინდება. უზარმაზარი რაოდენობის კარმას წვავენ. ხო. აი ესე. ღვთაება კარგია საკურთხეველზე. ამას ასწავლის ვიშვანანდა. ყველას აძლევს და აკურთხებს მონათვლელებს რომ ღვთაება ყავდეს ამის უფლებას აძლევს. მაგრამ ეს ყველაფერი პროცესი საბოლოო ჯამში ისევ იმისთვის არის რომ გურუჯის ღვთაებრივი ბუნება დავინახოთ და გაგვეხსნას ბევრი საიდუმლო მის შესახებ და კრიშნას უნარები დავინახოთ როგორ ავლენს ის როგორც პიროვნება თავის თავს დედამიწაზე და როგორ მოდის და ჩვენ ვერ ვცნობთ უბრალოდ რა. იმიტომ რომ მატერიალისტური თვალები გვაქვს. გაწმენდილი გულით და ასკეტიზმით მხოლოდ მეტი ვერა და გულწრფელობით. შივი დალაგირით ჰარი პარაბრაჰმანე ნამაჰა. 옴 ბრემა ავატარაევით მახი სადგურუ დევაით მატანო ვიშვანანდა ბრაჯ